დაი ლოცავთ მეგობრებო, 2026 წლის იანვრიდან კინოთეატრებში გამოვა ჩვენი ბავშვობის ყველაზე საუკეთესო ჰორორის ფილმის მესამე ნაწილი Return to Silent Hill. ანუ დაბრუნება Silent Hill-ში. ხო და აბა ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, ხო და იმედია რომ გაგვისწორდება რა. ჩვენ მისტიკების მოყვარულ ხალხს რა. რაც შეეხება ენიგმას სამყაროდ გვაწუწუნებს, ენიგმა მუსიკალურ პროექტს გულისხმობ, ხო და ბოლო ალბომი გამოუშვეს 2016 წელს. მერვე ალბომი მიშელ კრეტუმ. ხო და 2016-ის მერე გავიდა ძალიან ბევრი წელი, ხო და გვაღირსე ბატონო მიშელ, გვაღირსე რა, იმიტომ რომ დავიღალეთ გული გადაგველია, ძალიან გვიყვარს თქვენი მუსიკალური პროექტი და იქნება როგორმე ვინმე მოგაწვდინოთ ხმა და ის მაინც გითხრათ დასრულდა პროექტი თუ კიდე გამოუშვებთ ახალ ალბომს, იმიტომ რომ კულუარებში და ფან-პეიჯებზე, ფან-გვერდებზე წერია რომ 2025-ში გამოვა 5 თითქმის გავიდა 6-იც მოდის. ზოგადად ოქტომბერი-ნოემბერში უშვებდა ხოლმე ყველა ალბომს და ოქტომბერი გავიდა თითქმის და ნოემბერი გვიახლოვდება და რა ვიცი, აბა რაღაც საერთოდ არის მის არაფერი და ესე უცბად მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით თუ გამოვა ალბომი, არ ვიცი, იმიტომ რომ ზოგადად ამას დიდი სარეკლამო კამპანია უძღვის ხოლმე წინ ახალი ალბომების გამოცემას. როდესაც ძალიან ცნობილი არტისტი თუ პროექტი უშვებს ახალ ალბომს, ხო და რა ვიცი, აბა ნახოთ. მე მაინც იმედი მაქვს, პირდაპირ გეტყვით. იმედს არ ვკარგავ, რომ ენიგმას მე-9 ალბომი გამოვა, იმიტომ რომ ციფრი 9-ც ძალიან სიმბოლურია. 8 კი უსასრულობას ნიშნავს, მაგრამ 9 მაინც სხვა არის, ხო ხდებით, თანამბრუნებული 6 და რა მთელი თემები, მოკლედ ბევრი რაღაც სააგება შეიძლება მაგ თემაზე, ხო და არ მგონია გაუჭირდეს ბატონ მიშელ კრეტუს, მიუხედავად იმისა, რომ მისნაირი ნარცისი ძალიან იშვიათად მოიპოვება დედამიწაზე. სწორედ ამიტომაც შემოეცალა ყველა კეთილის და ბოროტის მოსურნე ადამიანები. დღესდღეობით ცხოვრობს იბიცაზე, მისი შვილები ჩვეულებრივი მასტები არიან, ტყუპები ყავს, ხო და ისინი თავისას უბერავენ, მაგრამ კიდიათ მოკლედ ენიგმა და ეგ თემები. მისი მეუღლე სანდრა ლაუერი კრეტუ დაშორდა, ხო და ის ცალკე სოლო კარიერას აწვევა მოკლედ და ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა მოკლედ რა, რომ იმედია რომ 2026 წელს როგორც მუსიკაში, აგრეთვე ფილმებში სიახლეები იქნება და ხარისხი კვლავ მაღალ ლეველზე ავა, რაც იყო 90-იანების შემდეგ. აბა თქვენ იცით.